გავარჯობა უცბად კიდევ ერთი ცხელ ინფორმაცია ტეხასიდან 35 გზაზე ჩვენი ქართველი მძღოლი აი ახლა მოხდა სულ რამოდენიმე წუთი შეიძლება საათის წინ რა მინდოდა რომ ეს ადამიანი ჩამეწერა და თავად ეთქვა და პირველი წყაროსგან მოგესმინათ მაგრამ რაღაცა ტექნიკური პრობლემა იყო არ ვიცი ვიდეო გადავამოწმე ახლა და გამოსახულება არის ხმა არის მის ამიტომ მე მოგიყვებით რა მოხდა ესე იგი ჩვენი ქართველი მძღოლი შევიდა WayStation-ზე, გაიარა WayStation-ი უპრობლემოდ და რო გამოვედიო WayStation-დან დაახლოებით 3 მაილის შემდეგ გამაჩერეს ამ წითელი და ლურჯი ციმციმებით არ იყო ეს ჩვეულებრივი საგზაო პოლიცია რომელიც ჩვენ ხვდება და არც შერიფი როგორც თვითონ ვარაუდობს ეს იყვნენ საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები რომლებმაც ამ ადამიანს შეუმოწმეს მართვის მოწმობა შეუმოწმეს სამუშაო უფლება ანუ work-ი შეუმოწმეს social-ის ნომერი გადაამოწმეს ანუ მისი ვინაობა და სტატუსი და ამის შემდეგ მომაწოდეს ფურცელი სადაც ეწერა დაახლოებით 40 სიტყვა დამარცლული და მე მთლიანი სიტყვა ბოლოში რამოდენიმე ესე ამომოიჩიესო და თითი დამიდესო და სადაც თითი დამიდეს ისინი წამაკითხესო და როცა წავიკითხე ეს სიტყვებიო ყველაფერი კარგად არისო დამიბრუნესო ჩემი საბუთები და გამომიშვესო ანუ რა მინდა გითხრათ არ არის აქ რაღაც აკადემიკოსის დონეზე და ფილოლოგის დონეზე არ არის საჭირო და არავინ არ გთხოვთ რომ იცოდეთ ინგლისური საუბარია ელემენტარულ ინგლისურზე ასე რომ ნუ შეშინდებით კიდევ ერთხელ გეტყვით იყავით ფრთხილად იყავით ფხიზლად და იყავით მშვიდად ყველაფერი იქნება კარგად ელემენტარულ ინგლისურზეა საუბარი, რომ საგზაო ნიშნების წაკითხვა შეგეძლოთ და კომუნიკაცია შეგეძლოთ ისეთ სამსახურებთან, როგორიცაა საემიგრაციო, პოლიცია ან სასტრაფო, რომ აი მინიმალურ დონეზე ინფორმაციის მიწოდება რომ შეგეძლოთ, ან იმათი ნათქვამი რომ გაიგოთ, ამაზეა საუბარი. ასე რომ ავით, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება, ასე მგონია მე. ნუ შეშინდებით კიდევ ერთხელ ვიტყვი და ნუ აყვებით ჭორებს, რომ ვიღაცა მანქანიდან ჩამოსვეს, ციხეში გადაიყვანეს, მართვის მოწმობა თავზე გადაახიეს და ასე შემდეგ. არ დაიჯეროთ ეგეთი რამე. გიყვებით იმ ინფორმაციას და იმ ამბავს, რომელიცაც აი ახლა მოხდა და პირადად ვესაუბრნე ამ ადამიანს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხმა არის მის, თორე მინდოდა რომ თავად ელაპარაკა და იმისგან მოგესმინათ. ოჩაღად იყავით და თქვენ რო გაგიხარდებათ ისე იყავით მშვიდობიან მშრალ და სუფთა გზას გისურვებთ კაიგროსებს რა თქმა უნდა აბა ოჩაღად გამარჯობა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ არკანზასის კანონ პროექტს რომლის მიხედვითაც დაჯარიმდებიან ის მძღოლები და ჩამოერთმევათ CDL-იო ვინაც არ იცის ინგლისურად წერა და კითხვა კიდე ახალი ჭორი გავიგე ახლა აგერ მიზის წყარო ვინც მითხრა ეგ ამბავი რა უნდა გითხრეს ანუ ასეთ რაღაცას ამბობენ, ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ცუდია რომ ვინც რას გაიგებს ყველაფერს დაჟინებს დაჟინებით ავრცელებენ და არ ამბობენ რომ ეს არის ზუსტი თუ არაზუსტი რომ არსებობს პიროვნება რომელიც შეიყვანეს შიგნით დასვეს კომპიუტერთან და ჩააბარებინეს CDL-ის თეორიული ტესტი ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია მე ამას არ ვამტკიცებ უბრალოდ ინფორმაცია აი ესეთ ჭორებს კი ბატონო ესეთ ჭორებს პატრიცემულებო ნუ დაუჯერებთ და მით უმეტეს ნუ გაავრცელებთ კანონი პროექტის განხილვა იყო ორჯერ იყო მოსმენა ასე ვთქვათ ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის და არაფერი არ ხდება ამასთან დაკავშირებით მე ასევე ვნახე ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები სადაც მძღოლები ამბობენ რომ კი შემიყვანეს მაგრამ არაფერი ისეთი არ უკითხიათ უბრალოდ ვინახარ საიდან მოდიხარ სად მიდიხარ და ამ ელემენტარულებს თუ ვერ გასცენ პასუხს ეგ ისედაც პრობლემაა იმიტომ რომ როგორც იცით ტრამპმა მოაწერა უკვე ხელი ბრძანებას თუ როგორ იქნება არ ვიცი ნუ რაღაც რა ქვია ქართულად მაგას ვერ ვიხსენებ რაც არის მოკლედ რომ ინგლისური გამოცხადდა როგორც ოფიციალური ენა ამერიკაში და სახელმწიფო დაწესებულებებიც გადავიდნენ მხოლოდ ინგლისურ მომსახურებაზე აღარ არის ინგლისური ესპანური იყო და სხვადასხვა მოკლედ მაგრამ ვიცი ერთი ვარიანტი რომ ადამიანი მივიდა ეს ნაღდათ ვიცი მივიდა გამოცდაზე მიიყოლა მეგობარი რომელიც ამის მაგივრად ლაპარაკობდა და როცა კითხეს რომ რატო არ ლაპარაკობსო ინგლისურათო ლაპარაკის კომპლექსი აქვსო კომპლექსიო და მაშინ გამოცდის გადაბარების კომპლექსიც არ ეკნებაო და გამოუშვეს უკან ანუ ის რომ CDL-ის ჩაბარების დროს გამოცდაზე უკვე ინგლისურს ითხოვენ ეს ნაღდია მაგრამ არკანზასთან დაკავშირებით ჯერ ნურაფრის ნუ გეშინიათ ელემენტარულ ინგლისურ თუ იცით პრობლემა არ არის არაფერი
ხო, ასე რომ მოერიდეთ ამ ჭორების გავრცელებას და ვიცი მე ძღოლები ერთმანეთში ლაპარაკობენ, გრუპ ჩატები რო აქვს გაკეთებული და 1000 სისულელე ვრცელდება. მოკლედ არ დაიჯეროთ არაფერი. ბევრი კიდე ავრცელებს ისეთ ვიდეოებს, რომ ნახვები მოაგროვოს და აი შემიყვანეს, გამოსთა ჩამიტარეს, ნარუჩნიკები კი არა და რა ქვია მაგას, ხელბორკილები დამადეს და წამიყვანეს და ასე შემდეგ. არაფერი ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ასე რომ ნუ გეშინიათ, ყოჩაღათი არეთ, ყოჩაღათი იმგზავრეთ მშვიდობით და მშრალ გზებზე. მეტი რა გავაკეთო. აბა ყოჩაღათი ყავით. არკანზასის კანონს მინდა გამოვეხმაურო, სადაც ინგლისური სარწმუნოები დაჯანმდებიან $5000 და ჩამოერთმევათ CDL თუ ადგილზე არ გადაიხდიან. ვიდეო გავრცელდა ერთი ინტერნეტში, სადაც ერთი ამერიკელი ადამიანი ამბობს ესეთ რაღაცა, სამწუხაროდ ვიდეოს ვერ გადავაზიარებ. ამბობს ერთი ადამიანი, რომ გააჩერეს WayStation-ზე და მოსთხოვეს წაკითხვა ინგლისურად და ლაპარაკი მოკლედ. და ბოდიში ლაპარაკი არა, წაკითხვა და უნდა დაეწერა ფურცელზე ინგლისურად. ნუ ეს მოქალაქე ამერიკელია და რა თქმა უნდა მან გააკეთა, მაგრამ მე ვიდეოში იძახის, რომ იქვე მომსწრე და გავხდიო იმ ფაქტის, რომ ადამიანი გაიყვანესო handcuff არის ხელბორკილებით. ხელბორკილებით გაიყვანესო, იმიტომ რომ ვერ წაიკითხა და ვერ დაწერა ინგლისურად და ვერც ჯარიმა ვერ გადაიხადაო ადგილზე, ამიტომ დააპატიმრეს და წაიყვანეს. ნუ კანონ პროექტში ეგრე წერია, რომ თუ არკანზასის რეზიდენტი არ ახარ $5000 ჯარიმა ადგილზე ვერ გადახდით, თუ ვერ გადაიხდი, მაშინ პატიმრობა და CDL-იც გაუქმება. და თუ არკანზასის რეზიდენტი ხარ, ანუ არკანზასში ხარ ჩაწერილი და იქ ცხოვრობ, მაგ შემთხვევაში $10000. გამოსავალს მე, ნუ კანონი ჯერ ჩემს ხელთართებული ინფორმაციით გადავამოწმე და ძალაში არ შესულა და რატომღაც მგონია რომ ის ვიდეო ტყუილია, რასაც ადამიანი ლაპარაკობს, თავს ვერ დავდებო სიმართლეა, თუმცა კანონ პროექტში ის წერია, რაც უკვე მოვყევით, მაგრამ ხელმოწერილი არ არის ჯერ, ორჯერ მოსმენა იყო უკვე კანონის, რაღაცა შესწორებაც შეიტანეს. თუმცა ძალაში ჯერ არ არის. ამიტომ მე ის ვიდეო ტყუილი მგონია რომ ვიღაცა უკვე დააპატიმრეს და ჩამოართვეს CDL და გადაიყვანეს ციხეში. ეხლა მეორე საკითხი. როგორ დავახციოთ თავი ამ ყველაფერს? ორი გამოსავალია ჩემი აზრით, ერთი რომ არკანზას არ გაეკაროთ, ან ინგლისური ისწავლოთ. და რატო უნდა ისწავლოთ ინგლისური? უყურეთ, აი აქ ნახეთ ჩემს უკან რა წერია. No truck parking anytime. ხო აწერია. თეთრზე წითელი ხო აწერია. ეხლა მე აი შემოვტრიალდები აი ესე, იყურე, აი ესე შემოვტრიალდები და ოპა. აჰა. მანქანის ნომერს არ გამოვაჩენ შეგნებულად, აი პირდაპირ აქვს დაპარკინგებული. უყურე მოვატრიალო. აჰა, მანქანა. აჰა, ნიშან. აი დაგავაკეთო სხვა მითხრა. ხო არის საჭირო მინიმალური ინგლისური. ხო, მოკლედ, არ გაეკაროთ არკანზას, ჯერჯერობით ეს იქნება ჩემი რჩევა. ტროლეიბუსივით შეგიძლია იმოძრაოთ მე 90-90-ზე წინ და უკან და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს იქნება ჩემი რჩევა და გზაში ქართულად ნათარგმნი კინოების მაგივრად გირჩევთ რომ ინგლისურ ენაზე მულტფილმები ჩართოთ და მულტფილმებს უყუროთ. მაინც უყურებ და უყურე მულტფილმებს, ყური მაინც მიაჩვია ინგლისურს და მე ნელა-ნელა ისწავლე. არც მე არ ვიცოდი ინგლისური, რო ჩამოვედი აქ. არ ვიცოდი. არც მასწავლებელთან არ მივიდა. ასე რომ ყოჩაღათი ყავით, მშვიდობითი არეთ და ღმერთმა დაგიფაროთ არკანზასის კანონისგან, თუ მიიღეს. აბა თქვენიც.